ეს ადგილი ნელ-ნელა იშლება. მყინვარის ქვეშ მომდინარე ნაკადულმა დიდი ღრუ გამოკვეთა. ეს ღრუ შემდეგ ჩამოინგრა. ბოლო წლებში ზედაპირის გარდა მყინვარები შიგნიდანაც ინტენსიურად დნება. ეს პროცესები მყინვარებს შიგნიდან აზიანებს. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც დნობას კიდევ უფრო აჩქარებს. ჩვენ ვაკვირდებით ყინულის დნობის მაჩვენებელს. 2 კვირის წინ ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ ყინული მეტრითა და 40 სანტიმეტრით შემცირდა. ეს დღეში დაახლოებით 10 სანტიმეტრის დანაკარგია. ივნისის შუა რიცხვებიდან, როდესაც წელს პირველად ვიყავი ამოსული რონის მყინვარზე, დანაკარგმა ამ ჯოხის სიმაღლეს გადააჭარბა. ამგვარად ერთ თვეში ამ წერტილსა და იმ წერტილს შორის დაახლოებით 4 მეტრი გაქრა. ეს მნიშვნელოვანი რაოდენობაა და რა თქმა უნდა მყინვარისთვის ძალიან პრობლემურია. დნობის მაღალი ტემპის გამო მყინვარი ძალიან სწრაფად იხევს უკან. ვფიქრობ, რომ ამ ტერიტორიაზე 5-10 წლის განმავლობაში ყინული აღარ იქნება. მყინვარი მხოლოდ მაღლა, მთებში დარჩება, სადაც უფრო ცივა და მეტი თოვლია.